მიერ დამზადებული იქნა ხელსაწყო, ეგრეთ წოდებული ოპტიკური ენკოდერი, დისტანციური მართვითა და დისტანციური კონტროლით. მეხუთე კლასის მოსწავლე მარიამ გიორგაძე იმ გამოგონების შესახებ საუბრობს, რომელზეც თანაკლასელებთან ერთად 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. პლანშეტი Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება მიკროკონტროლერს და გადასცემს ძრავის მართვის ბრძანებას. გამოყენებითი ფიზიკის, მათემატიკის და პროგრამირების გაკვეთილზე პატარა გამომგონებლებმა დენის, მიზიდულობის ძალის, პროგრამირების სხვადასხვა დეტალების შესახებ მიღებული ცოდნის გამოყენებით სიმაღლის მზომი ელექტრონული ხელსაწყო შექმნეს. ჩვენ რომ არ გვესწავლა რა არის მაგალითად წინაღობა, შუქდიოდი და ასე შემდეგ, ამ მოწყობილობას ვერ ავაწყობთ. ოპტიკური ენკოდერი ასე ქვია ხელსაწყოს, რომელიც კერძო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ერთობლივად შექმნეს და ის პლანშეტის დახმარებით ფუნქციონირებს. ვაძლევთ პლანშეტზე ბრძანებას ზევით. პლანშეტზე თითის დაჭერით ენკოდერზე დამაგრებული ბუშტი ვერტიკალურად იწყებს მოძრაობას, ხოლო ბუშტზე მიმაგრებული თოკი კი სასურველი შენობის თუ კედლის სიმაღლეს ზომავს. საბოლოო შედეგი კი პლანშეტზე ციფრებით გამოისახება. ჩვენ გაკვეთილი გვიტარდებოდა, საგაკვეთილო პროცესში მოიფიქრა ეს მასწავლებელმა და თქვა კიდეც. ყველა დავეთანხმდით, რომ კარგი იდეა იყო, რა თქმა უნდა, და განახორციელეთ ჩვენ. მოსწავლეების გამოგონების შექმნასა და დახვეწაში სკოლის მასწავლებელი გიორგი ხალიჩავა ეხმარებოდა. ის ამბობს, რომ მოსწავლეების გამოგონების წარმატებით შესრულებაში დიდი წვლილი ფიზიკის ცოდნას მიუძღვის, რომელიც ამ კერძო სკოლაში პირველივე კლასიდან ისწავლება. ეს ბავშვები არიან ისეთი ინდიგო ბავშვებად მოხსენებული თანამედროვე ბავშვები, რომლებიც ძალიან მარტივად ითვისებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და შეუძლიათ და შეისწავლიან ისეთ რამებს, რაც უშუალო ცხოვრებაში შეხვდებათ მათ და გამოადგება. კერძო სკოლა ხონი ქვეყნისა ინოვაციურ პროექტებს უკვე წლებია ახორციელებს. ისინი მომავალში ახალი ლაბორატორიის შექმნასაც აპირებენ, სადაც მოსწავლეები ფიზიკის, პროგრამირების და მათემატიკის დახმარებით სხვადასხვა იდეების რეალობად ქცევას გეგმავენ.